ერთად. კათოლიკურ სამყაროს ახალი 266 პაპი ყავს ბუენოს აირესის კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიოა, რომელსაც სასულიერო სახელად ფრანცისკ პირველი შეურჩიეს. წმინდა პეტრეს ტაძარში სიკწის კაპელაში მიმდინარე არჩევნების პროცესი მთელი მსოფლიოსთვის დახურულ გარემოში მიმდინარეობდა. ახალი პაპი რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში პირველი პონტიფიკოსია. მან უკვე მიმართა შეკრებილებს და მათ ლოცვისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ რომის პაპის სავარაუდო კანდიდატად სახელდებოდა იტალიელი კარდინალი ანჯელო სკოლა, ბრაზილიელი ოდილო შერარი და კანადელი კარდინალი მარკ ეულე. თქვენი იცით, რომ კონკლავის ვალდებულება ახალი პაპის არჩევა იყო. მოძმე კარდინალებმა მექვეყნის დასალიერში მიპოვეს. მინდა მადლობა მოგახსენოთ თბილი მიღებისათვის და გთხოვთ ჩემთვის ილოცოთ. ერთმანეთს მალე შევხვდებით, ახლა კი ძილინებისა. ფრანცისკო პირველის არჩევის შემდეგ კათოლიკურ ეკლესიაში ბევრ სიახლეს ელოდება ამიერკავკასიის კათოლიკ და ლათინური წესით ეპისკოპოსი. აზოტო ჯუზეპეს თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო ფრანცისკო პირველის არჩევა. გამომდინარე იქიდან, რომ არავის არ ჰქონდა მის შესახებ ინფორმაცია. ჯუზეპეს თქმით, ის გახარებულია პაპის უბრალოებით და ამის მიზეზად გუშინ ახალი პაპის ჩაცმულობას ასახელებს. პაპს ეცვა უბრალო თეთრი სამოსელი და არ ეკეთა ოქროს ჯვარი, რაც იმის მანიშნებელია, რომ ის ღარიბი ხალხისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს. ეს პაპი იყო მოულოდნელი და როგორ დასაწყისში ყველა გავიგე რომ იყო სულიწმინდის პარველობის ქვეშ ეს არჩევანი. არის არგენტინელი და არის ძალიან უბრალო ადამიანი. მნიშვნელოვანი არის მისი სახელი, აირჩა ფრანცისკე. ფრანცისკე ნიშნა რომ კათოლიკური ეკლესია იყო ერთი წმინდანი, რომ მისთვის იყო მნიშვნელოვანი ეკლესიის განახლება, მაგრამ სულიერად და აგრეთვე სიგარების მიმართ დიდი ყურადღებისათვის.